და იმ ერთ წუთში რაღაცა გაჩხრილი რომ მქონდა, არ ვიცი რა მოხდა და მამა როგორ ხარ მეთქი და ეგრევე ტელეფონი გაითიშა. ტელეფონი რო გაითიშა, ამის შემდეგ ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი ხო ისმინება იქ და უსმენენ და 3 წუთი დამიმატეს და აი ამ 3 წუთი მათ ეს დაბელაპარაკე ერთი სიტყვით ისე რომ სულ ცრემლები მომდიოდა. კიდევ მეორე შემთხვევა იყო ესეთი, რომ ამის შემდეგ თხოვე ციხის უფრო, თხოვე იქ ადვოკატს, რომ ხვალ 4 საათზე ციხიდან გზა ესე მიდიოდა რა, გზა. და მათ იქ გამოიყვანათ და გაიყვანათ ხელით რა, რომ ენახე. იმისა მენახა. და ზუსტად 3 საათზე ვდგავარ ფანჯარასთან და წარმოიდგინე 1 საათია ვდგავარ ველოდები, როდის მოვა 3 საათი. და ზუსტად იმ 3-ს რო აკლდა 2 წუთი თუ 3 წუთი, ისე ჩამძინებია. და მათ 3ჯერ გამოუყვანიათ და იმათმა იცოდნენ რომ მე ვნახე, მაგრამ არ მინახია და მათ წაუყვანიათ, მე კიდე ძალიან აი იმ დონეზე ვინერვიული რომ აი გადავიტანდი თუ არა არ მეგონა. ახლა წიგნის წერა და სათაური. აი ეს პირველად მათ ეს რო შევხვდი და რო 3 წუთი დამიმატეს, აი ესეთი გაბრაზებული, აი როგორ ვიყავი, იცი, აი იმდენად გაბრაზებული ვიყავი ჩემ თავზე, რომ რატო ვერ დაველაპარაკე და გადამიყვანეს ოთახში. და ოთახში რო გადამიყვანეს, ჩავედი ქვევით არის ადმინისტრაცია, თხოვე ფურცლები და დავიწყე წერა. ეს წიგნის სიმწარემ დამაწერია. აი ესეთი გამწარებული ვიყავი, რომ ავდექი და ეს წიგნი დავწერე და ეს წიგნი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სხვა 8 წიგნი. მთლიანობაში იქნება 9 წიგნი. ახლა რატო ვიმყოფები თქვათ აი აქ, ხო? ეს არის ადგილი, სადაც შემიძლია ეს წიგნი დავამთავრო და კიდევ ერჯერ დიდ მადლობას ვუხდი აი ამ სასტუმროს ადმინისტრაციას. რთულია ციხე და რატომ უნდა მაინც ეს სახელი წიგნზე? ახლა ციხე ზოგადად ყველასთვის რთულია. ციხე დალხინებული ესეთი არ არსებობს. ციხე არის როგორ არის იცით? სიკვდილის შემდეგ არის ციხე. უბრალოდ მე მაინც ჩემი სახელი და გვარით ვიყავი თვითონ ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობასთან არასდროს არაფერი პრობლემა არ მქონია. ციხის თანამშრომლები თითქმის 50-70%-ს ვიცნობდი, ვისაც არ ვიცნობდი, ისინიც გავიცანი და ჩემთვის